გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რატომ შემოვიდა. იფიქრეთ თქვენს ადამიანზე, წარმოიდგინეთ მისი ვიზუალი, თქვით მისი სახელი გულში, მოეწყოთ კომფორტულად და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი, თქვენ პირადად როგორ აღიქვამთ მას? თქვენ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს კარგად არ იცნობთ, რადგან ის არ გაჩვენებთ, ასე ვთქვათ, მის რეალურ სახეს. თქვენ ასე მიიჩნევთ. ის არის ძალიან მიმზიდველი თქვენთვის, რადგან აქვს ისეთი თვისებები, რაც თქვენ გიზიდავთ, განსაკუთრებით თვალები. მის თვალებში თქვენ ხედავთ სიღრმეს, მის თვალებში თქვენ ხედავთ ინტელექტს. და ზოგადად გრძნობთ, ასე ვთქვათ, მის შინაგან ძალას, შეიძლება ასე ითქვას. კარგით, უმრავლესობა მისი ხასიათის შტრიხები, ასევე მისი ცხოვრების დეტალები თქვენთვის არის უცნობი და დაფარული. თუ ასეთია თქვენი ადამიანი, ძვირფასება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, განაგრძეთ ნახვა. თუ არა და რა თქმა უნდა ასკროლეთ. ვინ ხართ თქვენ? ძვირფასება შეხედეთ. ეს არის უმაღლესი არკანი, ვარსკვლავი. ისიც უმაღლესი არკანი ამოვიდა და თქვენც. ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი სწრაფი გონების. თქვენი გონება მუშაობს ძალიან კარგად. შეიძლება ითქვას, რომ გენიოსის ტვინი გაქვთ, რაც არ უნდა გაგეკვირდეთ და შეიძლება თქვათ, რომ არა, მე არ მაქვს გენიოსის მონაცემები და ასე შემდეგ. ეს მაინც ასეა, რატომ? იმიტომ რომ თქვენ ისრუტავთ ინფორმაციას, რაც თქვენ გაინტერესებთ, რა საკვირველია, რაც თქვენი დაინტერესების სფეროშია, ისრუტავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც თქვენთვის არის საინტერესო, იმახსოვრებთ კარგად და ზოგადად გაქვთ კრეატიული იდეები, სხვებისთვის ხართ სანიმუშო, სამაგალითო. რაღაც საკითხებში. კარგით. რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ და ვის სახელსაც ამბობთ გულში? თქვენ ცხოვრებაში რატომ არის ამ მომენტში ეს ადამიანი, რატომ შემოვიდა? ისე უმაღლესი არკანი, ესე იგი თქვენი ურთიერთობა არის კარმიული ძვირფასებო. ეს ადამიანი თქვენთან მოიყვანა უმაღლესმა ძალებმა. ეს გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში იმისათვის, რათა თქვენ ხანგრძლივი ძილისგან გამოგაფრხიზლოთ. რაღაც ესეა, დავამატოთ. თქვენ ხართ მესაკუთრე ადამიანი, თქვენ ელოდებით ყოველთვის, ანუ უბრალოდ ისე არაფერს არ აკეთებთ, აი რაღაცას რო გააკეთებთ, სამაგეროს ელოდებით მოსავალს, აი დაუშვათ რაღაცა დათესეთ თქვენ სიკეთე ან რაღაც ინვესტიცია ჩადეთ, ელოდებით მოსავალს, როდის მიიღებთ რეზულტატს, ასე ვთქვათ. ასეთი ადამიანი ხართ და ეს ადამიანი გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში, რათა აი ამ მატერიალიზმისგან, რაც გახასიათებთ ლოგიკის მიხედვით, მიჯაჭულობა მატერიალიზმზე, ამისგან ცოტა, ასე ვთქვათ, გაგანთავისუფლოთ და გახდეთ უფრო ლაღი, გახდეთ უფრო თავისუფალი, გახდეთ უფრო ისეთი ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, არ ფიქრობს მუდმივად შედეგზე. დღეს აქ და ახლა რომ განიცადოთ სიხარული და ბედნიერება და სასიამოვნო განცდები. აი ამისთვის გამოჩნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რისთვის გამოჩნდა ის ნახოთ? რომ თქვენ იაქტიუროთ.
გახდეთ უფრო აქტიური, თქვენი ენერგია, რომელიც გაქვთ, ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენოთ სწორად იყენებთ ვარსკვლავის მიხედვით, თუმცა უფრო გონებით, გონებაზე მიგდეთ ენერგია, ანუ გონებრივად იძაბებით და რაღაც გონებრივი სამუშაოა, უფრო მეტი ფიქრები და ეხლა საჭიროა, რომ ეს თქვენი ენერგია გამოიყენოთ ქმედებებში, იმოქმედოთ. კიდევ რომ გარისკოთ ადვილად და გადახვიდეთ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. ეს არის პენტაკლების რაინდი, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ გადაინაცვლოთ ახალ საფეხურზე, სადაც უფრო დაფასებული იქნებით, უფრო მაღალი სტატუსი გექნებათ. სასიყვარულო თემაში ეს არის თქვენი ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და უფრო გასერიოზულება, ასე ვთქვათ. კარგით, კიდევ რისთვის არის ეს ადამიანი თქვენთან? რატომ შემოვიდა? სიყვარულისთვის ძვირფასებო. სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ აქცევთ ზურგს, ასე ვთქვათ. შესაძლებელია თქვენ ემოციასთან გრძნობას აქამდე ზურგს აქცევდით. რატომ? იმიტომ რომ აქ იყო ტყუილები, აქ იყო მანიპულაციები, აქ იყო რაღაც ისეთი მეთოდები პარტნიორის მხრიდან, რაც თქვენ არ მოგწონდათ, რაზეც მიდიოდა თქვენგან უდიდესი რესურსი, ძალისხმევა, რომ შეიძლება ის რაღაცაში დაგერწმუნებინათ ან რამე და თქვენ ფიქრობდით აქამდე სიყვარულზე, რომ არის ძალიან რთული, ძალიან ძნელი შენარჩუნება ამ მდგომარეობის. ეს ადამიანი შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, რათა თქვენ ირწმუნოთ ჭეშმარიტი სიყვარულის და მიენდოთ გრძნობას. ამისთვის შემოდის, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. კიდევ რისთვის? იმისთვის, რომ თქვენ ირწმუნოთ, რომ თქვენ გაქვთ უდიდესი ძალა, თქვენ ხართ ძალიან მიმზიდველი, მომხიბვლელი და ამავე დროს ძლიერი. და ეს ადამიანი მოდის იმიტომ, რომ თქვენ გაგრძნობინოთ თქვენი უნარები, თქვენი ენერგია არ მოახმაროთ ილუზიებს, არამედ რეალურ საქმეს. რომ არ იყოთ სტაგნაციაში, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, თუ წარსულში რაღაც განშორება მოხდა თქვენ ცხოვრებაში, ამას ასე ვთქვათ, არ მიაქციოთ დიდი ყურადღება, რაღაც იმედგაცრუებას წარსულში დაუსვათ წერტილი ერთხელ და სამუდამოდ და მიიღოთ ჭეშმარიტი სიყვარული, გაერთოთ ისი ამოვნოთ. არ იყოთ მესაკუთრე და დაუშვათ თუ ამ ურთიერთობაში არის ზოგჯერ იგნორი, რაღაც სიცივე, სიშორე, დისტანცია, ეს მიიღოთ ჩვეულებრივად და ამაზე, ასე ვთქვათ, არ დაიცაბოთ და არ ინერვიულოთ. პირიქით, რომ იყოთ ბედნიერი, ეს არის შანსი იმისათვის, რომ თქვენი ემოციები დააბალანსოთ ცხოვრებაში. და ასე ვთქვათ, არ მიეჯაჭოთ იმ წარსულის რაღაც გამოცდილებას, რომელიც გაფერხებთ. აქ არის ასეთი მომენტი, რომ შესაძლებელია თქვენ მიეჯაჭოთ ამ ადამიანს, თუმცა ხასიათი გაქვთ ისეთი, რომ რაღაც შეიძლება დავუშვათ დრო იწურება ვიდეოსი და შესაძლებელია თქვენ რაღაც მოგეჩვენოთ
სტრესულად, მაგრამ ყველაფერი გექნებათ კარგად, მიენდეთ სამყაროს. გისურვებთ